მე ჯერ მინდა რომ ბოდიში მოვხადო მაყურებელს აღელვებისთვის, პირდაპირ ეთერში აღელვებისთვის, მაგრამ დღევანდელი დღე იყო სრული კატასტროფა. მორიგი ასე ვთქვათ ეპიზოდი იმ კატასტროფის, რასაც უწყობს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს. ბოლო დღეებია ხაზგასმულად გადასულები არიან ქალებთან დაკავშირებით რეპრესიებს. პირდაპირ სამიზნეები ხდებიან ქალები და ამას აკეთებენ ცინიკურად უკვე პოლიციელი ქალები. სამარცხვინო ორგანოდ გადაიქცა და ორგანიზაციად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამარცხვინო ადამიანობის წინააღმდეგ მოქმედ ორგანოდ და სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ორგანოდ. პროკურატურაც და ყველა დანარჩენიც, მაგრამ განსაკუთრებულად გამოსარჩევია შინაგან სამინისტრო და მისი ქალი პოლიციელები, რომლებიც უბრალოდ ტყუილებს იგონებენ და ითხოვენ პატარა გოგოების პატიმრობას, უვარდებიან ორსულ ქალებს, მცირეწლოვანი ბავშვებით, რაღაცა გამოგონილ ჩხრეკებზე. სამარცხვინოა ამ კაცების და ამ ქალების ქართველობა არ გაიშვა მაგათ იქით. სამარცხვინო ჯალათები არიან და მოიკითხებათ აუცილებლად. ისე რომ ფეხზე ვერ ადგებიან და წელში ვერ გაიმართებიან ვერას დროს. საზოგადოებაში მათი ადგილი არ არის და არც უნდა იყოს, არც გამარჯვებაც არ უნდა უთხროს არავინ და უნდა აფურთხოს ყველა ვინც დაინახავს.